მარგვედისა და ობიის ეპისკოპოსის მეუღლე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით 2016 წელს დაიწყო ამ ტაძრის საძირკვლის კურთხევა, მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ქტიტორი ან მომხსენებელი ბრძანდება ბატონი ბეჩენ წაკაძე, მინდა რომ შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მას ამისათვის. დიახ, კვირას 7 ივნისს ჩატარდა პირველი წირვა, მეოთხე ჩაატარა, ტაძარი გაიხსნა, მხოლოდ სახურავები დაიწყო ტაძარში. ჯერ ტაძარი არ არის ნაკურთხი და როდესაც სრულად იქნება დასრულებული ტაძარი, შემდეგ იქნება ტაძრის კურთხევა. როგორც მეოფის კურთხევა არის, შაბათ საღამო ჩატარდება საღამოსახურება, წუხსისკარი, კვირას ჩატარდება წირვა. ტაძარი არის ახალმოწამეების სახელზე ნაკურთხი, ჩვენი ეპარქიისათვის განსაკუთრებულია ეს წმინდანები, ვინაიდან ამ წმინდანების შეპყრობა მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენს ეპარქიაში, სოფელ როდინაულში ნაზარი ლეჟავამ და მათთან ერთად ამ 4 ადამიანმა აკურთხა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი და როდესაც იქიდან წაბრძანდნენ, შეიპყრეს და შემდეგ აწამეს და ეს ადამიანი მოწამეებრივად აღესრულნენ. და აქედან გამომდინარე მეუფე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ეპარქიაში ყოფილიყო ახალმოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი და ყველა ადამიანი მართლმადიდეს ულოცავთ ამ დღეს და შეეწიოს 5 ახალმოწამის მადლი, გააძლიეროს სულიერად, ფიზიკურად და ერთმა გახარებული ამ ყოველსოყრად.